ჩვენ ვიწყებთ ახალ რუბრიკას ტაბლოს სვეტი ქვია ამ რუბრიკას და კვირაში ერთხელ ყველაზე მინიმუმ და უფრო ხშირადაც მე შემოგთავაზებთ ხოლმე ჩემს პერსონალურ მოსაზრებებს თუ საქართველოში და თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველი ეპიზოდი კი ეხება ირანს და ეხება იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია დღეს მსოფლიოში, ყველაზე საინტერესო თემას, რომელიც ახლა ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში. ასეთი კითხვაა, მას საბოლოოდ განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული ობიექტები და პასუხიც შესაბამისი უნდა გაეცეს ამ მნიშვნელოვან კითხვას. ამერიკის მიერ მიტანილმა იერიშებმა ნათანზეს და ისპაჰანის ობიექტები იმდენად დააზიანა და დააზარალა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ რეჟიმმა, ანუ ირანის რეჟიმმა მოასწრო ურანის გატანა, ეს ბევრს რეალურად არაფერს ცვლის თუ არაფერს შეცვლის. ირანი ვეღარ შექმნის ბირთვულ ბომბს 99 კი რა 100%-იანი სიზუსტით შეიძლება ამის თქმა და ვერც ფორდოზე შექმნის ბირთვულ ობიექტზე. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ამერიკის და ისრაელის ასეთი შეფასება უნდა მოვიშველიოთ თქვენის ნებართვით უფრო დიდი, გაცილებით დიდი შეშფოთების, როგორ თქვა ახლა და ობიექტი. ახლა მთავარი კითხვა აღარ ეხება ბირთვულ ობიექტებს, რომლებიც განადგურებულია. ახლა გაცილებით საინტერესოა გადარჩება თუ არა აიათოლების რეჟიმი და მე გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე შეიძლება მართლაც გადარჩეს იმ შემთხვევაში თუ ალი ხამენეი პირველი მოახდენს ძალაუფლების კონცენტრაციას და გაუმკლავდება არამხოლოდ გარეშე ძალებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს, არამედ შიდა ძალებსაც, რომლებიც სუსტები არიან აღიაროთ, რომლებსაც ბუნებრივია მეორე მხრივ სურთ ნახონ ირანი არამხოლოდ მის გარეშე, ანუ ალის გარეშე, არამედ აღარ ჰქონდეთ შიში, რომ ისრაელი და ამერიკა ირანის განადგურებაზეც კი სწავლენ. ხამენეის ძალიან სურს კონფლიქტის გახანგრძლივება ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ანუ უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, გაძლება იქამდე, ვიდრე მსოფლიო არ დაავალდებულებს ისრაელს, რომ მან, ანუ ისრაელმა ბიბიმ შეწყვიტოს ირანზე თავდასხმები. ეს კი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, მაშინ, როცა ამერიკა ეტყვის გეყოს ნეთანიახუ, გეყოს ბიბი, მე დონალდი ტრამპი ახლა მოცემულ ეტაპზე შვიდობას ვარჩევ, გადარჩა. ახლა სტრატეგიული მიზანი მიღწეულია, ბირთვული პროგრამა აღარ არსებობს და ალი ხამენეი იქნება ირანის ლიდერი თუ სხვა ვინმე, ეს კი აღარ უნდა გვადარდებდეს, ამას თუ ეტყვის ტრამპი ნეთანიახუს. ოღონდ აქ ერთი დეტალიცაა, ამერიკის ლიდერი ამას ვერ იტყვის, ამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ, თუ ალი ხამენეი გაგიჟდება და მართლა გადაკეტავს ასე მაგალითად ორმოზის სრუტეს. რაც დიდი პრობლემა იქნება ყველასთვის, გარდა რუსეთისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთს სურს ნაკლები ნავთობი მსოფლიოში, მოპოვება და ექსპორტი, რომ აიწიოს ნავთობზე ფასმა და გამოიკვებოს თავისი ბანდიტი და მკვლელი ჯარი, რომელიც თავის მხრივ უკრაინაში იბრძვის. ამდენად წადით გამწვავებაზე ეს სიტყვები შეიძლება გაიგონოს თეირანმა მოსკოვიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ის გადააგდო მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში, იცით რომ გაფორმებული იყო რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. ესკალაცია აწყობს რუსეთს და ალისაც აწყობს, მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ზედმეტი ესკალაცია ამ უკანასკნელს ალბათ მაინც ძვირი დაუჯდება. მოუვა ზედმეტი? მაშინ დონალდი, რომელიც რონალდის გზის გამაგრძელებელია, ვეღარ რომელიც ვერ იკვეხნის, რომ სხვათა შორის რომ მის დროს ომი არ მომხდარა, კიდევ უფრო გადაამწვავებს და კი არ გაიმეორებს სიტყვებს ირანმა ახლა მშვიდობა უნდა აირჩიოს და თუ არ აირჩევს მომავალი დარტყმები გაცილებით დამანგრეველი იქნება. არა, დონალდი როგორც ჩანს საქმის კაცია, პირდაპირ დაარტყავს მათ შორის ორმუზის სრუტეში და თუ ასე მოხდა, ალის დღეები დათვლილია, მეთქი ვიტყვი ასე, თუმცა არსებობს სხვა სცენარის, თუმცა ასე ვიკითხავ ასეა კი. და მე გამოთქვამ ფრთხილ მოსაზრებას, რომ არ არიგითი ხამეინის გადარჩენას ეცდება, არ არიგითი, ეხლა ერთი პერსონაჟი უნდა ვახსენო, ერდოღანი, რომელმაც ამერიკის ჩართვამდე ამ კონფლიქტში 12 საათით ადრე ღიად დაუჭირა მხარი თეირანს. და დაუჭირა იმიტომაც თუ გნებავთ ესე ვიტყვი, რომ რეგიონში დომინანტობის დათმობა ისრაელისთვის, ვისთვის და თურქეთს არ სურს. არ
უნდა და აქ ერთი პასაჟი ამჯერად ჩინეთზე ის არის სიტუაციური პარტნიორი კი არა მოდი ასე ვიტყვი ღირებულებითი პარტნიორი ირანისა რასაკვირველია მაგრამ გაღვიძება ამერიკისა ჩინეთსაც არ აწყობს და უმალ მიატოვებს ამ ეტაპზევე ირანს მით უმეტეს ორმუზის სრუტეში იმიტომ რომ ორმუზის სრუტეში გაჩერებული ტანკერების დიდი ნაწილი და ნავთობი სწორედ ჩინეთს მიაქვს და არ აწყობს მას ორმუზის სრუტის გადაკვეთვა ხო ნავთობზე ფასების ასტრონომიული ზრდა ვის და ჩინეთს არ აწყობს და აქედან გამომდინარე ირანი ჩინეთისაგან მიტოვებული იქნება მეთქი ორი სიტყვა რუსეთზეც უნდა თქვა ის აღარ არის გლობალური მოთამაშე პირველ ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო რაც უნდა იბაქიმუქოს მისმა ლიდერმა ის აღარავის სჭირდება სხვათა შორის აღარც მისი შუამავლობა სჭირდება დიახ ახლა ტრამპს აღარ სჭირდება პუტინისათვის თხოვნა ირანთან დაკავშირებით მოდი ახლა მომეხმარეო და სანაცვლოდ რუსებს აქვთ ესეთი პირობა რომ უკრაინასთან დაკავშირებით დაათმობინებენ რამეს ამერიკას შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ ესე უნდა თქვა გადა დიპსტეიტებული ტრამპი გაცილებით პროუკრაინული იქნება ირანის პრობლემის გადაწყვეტისთანავე ვიდრე ყოფილა აქამდე იმაზე გაცილებით სერიოზულად პროუკრაინელი იქნება ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ სწრაფად მოთავდება ირანის პრობლემა და ის დროში არ გაიწელება თუ დროში გაიწელება ამ შემთხვევაში უკრაინა როგორც აქამდე მეორე პლანზე გადავა ახლა კი ვისაუბროთ თემაზე რატომ დაბომბა სწორედ ისრაელმა ირანი და აქ ისტორიაში უნდა ჩავიხედოთ ცოტა ვიქეკოთ და უნდა რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ მხოლოდ გავიხსენებ ასე მაგალითად 70-იანების მიწურულიდან არსებულ თეზას იმის თაობაზე მიდგომას იმის თაობაზე რომ ისრაელი არის კიბო რომელიც უნდა განადგურდეს რომელიც უნდა ამოიკვეთოს 2040 წელი კი განსაზღვრული არის იყო და არის უკიდურესთან იღათ ეს მნიშვნელოვანია აიათოლების რეჟიმის წარმოდგენით ისრაელმა უნდა შეწყვიტოს არსებობა სწორედ 2040 წლისთვის მაქსიმუმ 2017 წელს თეირანში წარმოიდგინეთ დადგეს დროის უღმა თვლელი საათი რომელიც დროს ითვლის ისრაელის განადგურებამდე 40 წლამდე 37-ში განადგურდება 37-ში განადგურდება და ახლა კითხვა უნდა შეგუებოდა თუ არა ამას ამ ყველაფერს ისრაელი რომელსაც ზალა ამერიკის გარეშეც კი ყოფნიდა და ყოფნის რომ გააჩეროს ასეთი ხაზგასმით ვამბობ ასეთი ირანი მე არ ვამბობ ამას შემთხვევით ასეთი ამგვარი ირანი მეთქი თუ ირანში რევოლუციური პროცესები წავა ირანი ასეთი კი არა კარგი ქვეყანა იქნება როგორც გასული საუკუნის 70-იანებში და დასაწყისში და ამდენად რეჟიმის საწინააღმდეგო რემარკები თბილისიდან ასე მაგალითად ჩემი არავინ უნდა წაიკითხოს თითქოს ირანელი ხალხის საწინააღმდეგო გზავნილები მაქვს ტრამპმაც ეს თქვა მე ვინა ვარ ტრამპმაც ეს თქვა make Iran great again ანუ great again ანუ ხელახლა შევქმნა დიდი და ძლიერი სახელმწიფო ირანიო ხო ხოლო რაც შეეხება ნეთანიაჰუს მასაც შესაძლოა არ აწყობდეს ეგრე მაგის პასუხი გაობის დამთავრება ის ებრაელებისათვის გმირია თუმცა ბევრისთვის მსოფლიოში ჯერაც არის ამბივალენტური პირი და ამ თემაზე ყურადღებას არ გავამახვილებ ამ რაკურსზე. მოკლედ ნეთანიაჰუ ამბობს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ოპერაციის ორივე მიზნის შესრულებასთან. ნახეთ, საინტერესოა ხო და რა შეიძლება იგულისხმებოდეს მეორე მიზანში. სავარაუდოდ აიათოლა ალი ხამეინეის ლიკვიდაცია რასაკვირველია და რომ გააქანოს და მართლა მოკლას ეს ლიდერი დამოუკიდებლად იმოქმედოს ამერიკელებს არ შეუთანხმოს ამას გამორიცხავთ ახლა მე რასაკვირველია არ ვიცი რამდენი წუთია სიმართლე გითხრა გასული რაც დავიწყე მაგრამ დაგემშვიდობებოდით თუმცა მაინც მოგიწოდებთ დახედოთ რუკას აი აიღოთ რუკა და დახედოთ და დასვათ ერთი კითხვა თუ რეგიონში მიმდინარეობს ტექტონიკური ძვრები იქ ირანში შეიძლება შეიცვალოს რეჟიმი იქ სირია განთავისუფლდა ასადის რეჟიმისაგან ეს ხომ ფაქტია ხო დასავლეთის პარტნიორი ხდება სირია იქ აზერბაიჯანი და სომხეთი ლაგდებიან იქ სომხეთი თურქეთთან ლაგდება ცალკე მე უნდა დავსვა მთავარი კითხვა როგორ გაშენარჩუნდება ეს ანტიდასავლური ბიზნეს რეჟიმი აქ ამ ჩვენს ქვეყანაში არა ჩვენ უნდა ბევრი რამ გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ ეს ჩვენზია უბრალოდ კი არა ნახდათ ჩვენზია დამოკიდებული მაგრამ და ამასთანავე დასავლეთი ჩვენი პარტნიორი იყო არის და იქნება მაგრამ ჩვენზე კია ბევრი რამ გადამწყვეტი ნაბიჯები სწორედ ჩვენი გადასადგმელია ეს ხომ კარგად გვესმის დავხედოთ არა მხოლოდ რუკას არამედ ამოვიღოთ ის სურათიც
ფოტო მასალა, როცა ირანის პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ აფეთქდა ვერტფრენი იცით თქვენ და მერე უკვე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და იქ ესწრება ირაკლი კობახიძე, ანუ პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი, რომელიც ისმენს ღია ანტიამერიკულ მესიჯებს. სიკვდილი ამერიკას მას შეეძლო არ წასულიყო ინაუგურაციაზე, მაგრამ მოსკოვმა დაავალა და წავიდა. და მე გეკითხებით, აქ ამ რეგიონში როცა ასეთი ტექტონიკური და უმნიშვნელოვანესი ძვრებია, იქ სირია, იქ სომხეთ-აზერბაიჯანი, იქ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დალაგება, მიუხედავად 1915 წლის გენოციდისა და ტკივილებისა, რომელიც ვერადავერ მოიხშორა, თუ ვერ მოიხსნა სომეხმა საზოგადოებამ, სომხურმა საზოგადოებამ, სომხეთის სახელმწიფო, მისმა ყველა ლიდერმა, ლევონ ტერპეტროსიანიდან დაწყებული. ამ ყველაფრის მიუხედავად ფაშინიანი ალაგებს ურთიერთობებს თურქეთთან, ამერიკასთანაც ალაგებს და ალაგებს ევროპასთანაც და მე გაგითხებით, აი იქნება თუ არა შავი ხვრელი ნაცრისფერი ზონა საქართველოს სახით, იქნება გარწმუნებთ თუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენ ბედს თავად არ გამოვჭედთ, ჩვენ არ შევქმნით ჩვენს მომავალს. ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებენ, ევროპელები დაგეხმარებიან, ამერიკელებიც დაგვეხმარებიან, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა სწორედაც რომ უნდა ვთქვათ ჩვენ. არა, ამერიკელები კვლავ ამ გეუბნებით არ დაამხობენ ივანიშვილის რეჟიმს და არ დავამხობთ ჩართ ჩვენს, უფრო ზუსტად ჩვენ დიპსტეიტელები შევცვლით ყველაფერს, მასშტაბი მომავალზე ორიენტირებულები ვართ, ანუ თავისუფალი ქართველები ვართ და ეს დიპსტეიტი კი ჩვენი გაგებით არის ჩვენი გაგებით. არა, მოდით სხვანაირად ვიტყვი, კობახიძისეული გაგებით დიპსტეიტი აბსოლუტურად განსხვავდება ტრამპისეული გაგებით. განსხვავდება ტრამპისეული გაგებით დიპსტეიტისაგან, ანუ აქ რას ებრძვის კობახიძე? მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. კობახიძისეული დიპსტეიტი არის არარსებული რამ. ის რეალურად კობახიძე არის რუსეთის სტეიტი, ანუ რუსეთ მოყვარული კაცია და ებრძვის საქართველოს. საქართველოსთვის კარგია თუ დიპსტეიტი ისეთი როგორცაც კობახიძე გულისხმობს, მაინც და მაინც არსებობს კობახიძის მტერ დიპსტეიტს, აქ უნდა მშვიდობა, ეს უნდა ვიცოდეთ. აქ უნდა ქართველი ხალხის თავისუფლება, კეთილდღეობა, ურუსეთობა და არ უნდა ომი. არამედ უნდა ამ ქვეყნის განვითარება და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივახცევთ. დიახ, ჩვენ დავამარცხებთ რუსეთ სტეიტს, რუსეთ მოყვარულობას ამ ქვეყანაში და თუ მაინც და მაინც სათქმელია ეს წინააღმდება დიპსტეიტს გაუმარჯოს იმ დიპსტეიტს, რომელიც იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც იცავს საქართველოს თავისუფლებას, რომელიც გვეხიდება ქართულ ხალხს თავისუფლების აღდგენა, დაბრუნებაში და შენარჩუნებაში და გაძლიერებაში, მაშინ დიახაც რომ დიპსტეიტს გაუმარჯოს იმას, რომელიც იბრძვის ჩვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისათვის. ეს იყო პირველი ეპიზოდი ჩემი საავტორო სვეტისა ტაბლოს, სვეტი ასე ერქმევა ამ რუბრიკას, კვირაში ერთხელ მინიმუმ და უფრო ხშირადაც მე ამ რუბრიკაშიც მოვაქცევ ხოლმე საკუთარ მოსაზრებებს. მადლობთ.